მოგესალმებით. ვაგრძელებთ ლექციათა კურს ფსიქოლოგიის მეთოდების შესახებ, ფსიქოლოგიის შესასწავლის მეთოდების შესახებ. ჩვენ უკვე შევთანხმდით, რომ ფსიქოლოგებს ქცევათა ძალიან ფართო სპექტრი აინტერესებთ. ისინი სწავლობენ როგორც ცხოველთა ქცევას, ასევე სწავლობენ ბავშვს, რომელიც თამაშობს, ან სტუდენტის ფოთვას გამოცდის წინ და ასე შემდეგ. ქცევის შესწავლის ერთ-ერთ ძირითად გზას წარმოადგენს ასევე ეგრეთ წოდებული დაკვირვება. დაკვირვება, როგორც ფსიქოლოგიური მეთოდი, კვლევისა უნდა იყოს აუცილებლად წინასწარ დაგეგმილი, ძალიან ზუსტი და ძალიან სისტემატური. ეს დაკვირვება ფოკუსირდება ქცევის პროცესზე, ან თვითონ პროდუქტზე, ანუ აშუქებს ან თვითონ პროცესს, ან უშუალოდ მის ქცევის პროდუქტს. მაგალითად, ცნობილი დასწავლის ექსპერიმენტებში კვლევარი აკვირდება რამდენჯერ იმეორებს დისპირი სიტყვების ჩამონათვალს, რომელიც მას ექსპერიმენტატორმა მიაწოდა და ეს არის პროცესი თვითონ დაკვირვებისა და შემდეგ რამდენ სიტყვას აღადგენს იგი რაღაცა პერიოდის შემდეგ. ეს გახლავთ უკვე კვლევის აი ამ დაკვირვების პროდუქტი. უშუალო დაკვირვებისათვის საკვლევი ქცევა ადვილად დასანახი და აუცილებლად ადვილად ჩასაწერი უნდა იყოს. ახსანუსხი. უშუალო დაკვირვებას ხშირად ტექნიკას ახმარენ. მაგალითად, თანამედროვე ფსიქოლოგები ახლა უკვე ხშირად იყენებენ კომპიუტერს, რათა ზუსტად გაზომონ ის დრო, რომელიც კვლევის მონაწილეებს სჭირდებათ, რათა სხვადასხვა დავალება შეასრულონ. როგორიც არის მაგალითად წინადადებების წაკითხვა, რაღაც სიტყვებისა, რომლებიც აზრს არის მოკლებული, მათი წაკითხვა და შემდეგ დამახსოვრება და ასე შემდეგ. თუმცა უნდა ითქვას, რომ ადრე სანამ კომპიუტერი იქნებოდა, რა თქმა უნდა, სხვა საშუალებები იყო ამ ყველაფრის დასაფიქსირებლად. ბუნებრივი დაკვირვების დროს მკვლევარი ბუნებრივად გაჩენილ ქცევას აკვირდება, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ ერევა მასში. მაგალითად, მკვლევარი შეიძლება ცალმხრივ ეგრეთ წოდებული ცალმხრივი სარკიდან აკვირდებოდეს ბავშვის თამაშს, რომელიც წეღანა ვნიშნეთ, რომ აინტერესებს ფსიქოლოგებს, მაგრამ ამ დროს ბავშვმა არ იცის, რომ მას უყურებენ. უნდა ითქვას, რომ ადამიანის ქცევის ზოგიერთი სახის შესწავლა მხოლოდ აი ამ ბუნებრივი დაკვირვებით არის სწორედ შესაძლებელი, რადგან არაეთიკური ან შეიძლება არაპრაქტიკული იქნება სხვაგვარად მოქცევა რაღაცა კონკრეტულ სიტუაციებში. მაგალითად, არაეთიკური იქნება ადამიანი რაიმე მძიმე სტრესის პირობებში ჩავაყენოთ, რათა შემდგომ ადამიანზე ამ სტრესის ზემოქმედება შევისწავლოთ. ლაბორატორიაში ხო ქცევის შესწავლისას მკვლევარი ვერ დაინახავს, თუ რა ხანგრძლივი ეფექტი აქვს ადამიანის ბუნებრივ გარემოს მისი ქცევის, ვთქვათ, რაღაც რთული პატერნის ფორმირებაზე. ბუნებრივი დაკვირვების დროს კი ეს შესაძლებელია. ერთ-ერთი ყველაზე კარგი მაგალითია ხანგრძლივი დაკვირვებისა, მაგალითად, არსებობს ისეთი დაკვირვებები, რომლებიც შეიძლება დროის ძალიან დიდ მონაკვეთზე გრძელდებოდეს და აი ყველაზე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და აღსანიშნი გახლავთ მაგალითად ერთ-ერთი მეცნიერის გვარად გუდალის შრომა, რომელიც 30 წლის მანძილზე სწავლობდა შიმპანზეების ქცევას აფრიკაში. ამ მაგალითზე ჩვენ სემინარზე ვიმსჯელებთ აუცილებლად. აი თვითონ სტრუქტურა ამ ბუნებრივი დაკვირვებისა გახლავთ შემდეგი. კვლევის საწყის ეტაპზე ბუნებრივი დაკვირვება განსაკუთრებით სასარგებლოა მკვლევარისთვის, პირველი ეტაპი მისი. ის მკვლევარებს მოვლენის საზღვრების დადგენაში ეხმარება, ან უქმნის წარმოდგენას, რომელი იქნება მნიშვნელოვანი, ვთქვათ,
თქვენთვის უკვე კარგად ნაცნობი ცლადი ან კავშირი. ბუნებრივი დაკვირვების მონაცემები მკვლევარს ხშირად მინიშნებებს აძლევს კონკრეტული ჰიპოთეზის ან კვლევის გეგმის, შემდგომი კვლევის გეგმის ჩამოყალიბებისათვის. სანამ ფსიქოლოგიური მეთოდების თემას, ესე ვთქვათ, ამოვწურავდეთ, ხაზი უნდა გაუსვათ იმას, რომ მრავალი კვლევითი პროექტი თვითანგარიშისა და ქცევის დაკვირვების მეთოდების კომბინაციას იყენებს. არ არის ესე, რომ მხოლოდ ერთ კონკრეტულ რომელიმე მეთოდზე უნდა იყოს აუცილებლად შეჩერებული მკვლევარი. მაგალითად, მკვლევარმა შეიძლება შეისწავლოს როგორ ფიქრობს ადამიანი, როგორ მოიქცევა რაღაცა კონკრეტულ შემთხვევაში, კონკრეტული რაღაც სტიმულის შემდეგ, როგორ ქცევას განახორციელებს და შემდეგ ნახოს რეალურად როგორ იქცევა ეს ადამიანი ასეთი სტიმულის ზემოქმედების შემდგომ. კიდევ ერთი ზოგიერთი კვლევა შემთხვევის შესწავლას წარმოადგენს. ანუ ერთ ინდივიდზე ტარდება ის მხოლოდ და მხოლოდ ინდივიდუალური კვლევა გახლავთ. ცალკე აღებული ინდივიდის ინტენსიურმა ანალიზმა ხანდახან შეიძლება ბევრად მეტი საყურადღებო ინფორმაცია მოგცეს მის შესახებ, ვიდრე დიდი რაოდენობით ან რაიმე მოვლენის და ქცევის შესახებ, ვიდრე დიდი რაოდენობით ადამიანების კვლევამ და ესე ძალიან ფართოდ გამოყენებადი კვლევა გახლავთ, რომელსაც რომელსაც ჩვენ რაღაც მომენტში ისე მიუბრუნდებით. ჩვენ ავწერეთ მაგალითად მკვლევარების მიერ წინა ლექციებში გამოყენებული სხვა ტიპის პროცედურა და საზომი ინსტრუმენტი, ხო? ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია ამ კვლევების დროს ეთიკურობის საკითხი. ჩვენ ისეთი კვლევები განვიხილეთ, მაგალითები მოვიყვანეთ, როცა მკვლევარებმა ცდისპირი განზრახ მოატყუეს, რათა ენახათ ან შეესწავლათ გარკვეული ქცევა. რა თქმა უნდა, მოტყუება არასდროს არ არის კარგი. მაგრამ როგორ შეაფასებენ მკვლევარები ამ შემთხვევაში არასწორი რწმენის პლაცებო ეფექტს, მაგალითად, თქვენთვის უკვე ნაცნობ ეფექტს. როგორ უნდა შევადაროთ კვლევის შესაძლო, თქვათ, სასარგებელი, ან ის სასარგებლო პროდუქტი, რომელიც მივიღეთ იმ ნაკლთან, რომელსაც გასწევს კვლევის მონაწილე, იმ დანახარჯთან, იმ თუ პროცედურა რისკიანია, ტკივილს აყენებს, ან კითხვებს გამუდმებით, ან სტრესის მიმყენებელია მისთვის და ან ატყუებენ. ასეთი შეკითხვებს ფსიქოლოგები გამუდმებით უსმევენ საკუთარ თავს. ადამიანის და ცხოველების, ესე ვთქვათ, ძირითადი უფლებების პატივისცემა ყველა ფსიქოლოგი მკვლევარის აუცილებელი მოვალეობაა და მეორეოდე სიტყვით მინდა შევეხო ახლა აი ამ ეთიკური მომენტების დაცვის საკითხებს, რომელიც მინდა რომ იცოდეთ. ადამიანებზე ჩატარებული ლაბორატორიული კვლევის დასაწყისში მონაწილეებს წესით და რიგით უნდა აღუწერონ პროცედურა, მასთან დაკავშირებული პოტენციური რისკი და უთხრან იმ შედეგების შესახებ, რომლის მიღებასაც მოელიან კვლევის დასასრულს. მონაწილეებს მკვლევარები არ წმუნებენ, რომ მათგან მიღებული ინფორმაცია იქნება აუცილებლად დაცული და ხელშეუხებელი, თუ მათ ამის სურვილი აქვთ, მათი მონაცემები დაფიქსირდება და შეინახება. ხელმისაწვდომი კი იქნება მხოლოდ მკვლევარისათვის, მხოლოდ მკვლევარი კვლევის შედეგების, ესე ვთქვათ, გავრცობის სურვილი ექნება მკვლევარს, მონაწილეთა თანხმობის გარეშე ამას ის არ გააკეთებს. გარდა ამისა, მონაწილეებს აფრთხილებენ, რომ მათ ნებისმიერ მომენტში შეუძლიათ დატოვონ კვლევა და ასევე შეუძლიათ გარკვეული პრეტენზიები გამოთქვან ამ კვლევის შესახებ. ფსიქოლოგიური კვლევის უმეტესობა, სიმართლე გითხრათ, არ არის დაკავშირებული რაიმე რისკთან. მათ მიუხედავად
მით უმეტეს, როცა ამის მონაწილეებს ძალიან ისეთი შეიძლება ერთ შეხედვით რუტინული მოსაწყენი დავალებები ეძლევათ, მაგრამ არის ისეთი ექსპერიმენტები, რომლებიც ადამიანის ბუნების უფრო პირად ასპექტებს, ესე ვთქვათ, ეხება და სწავლობს. როგორიც არის მაგალითად მათი ემოციური რეაქცია რაღაც გამღიზიანებელზე, მათი მესხატი, კონფორმულობა, აგრესია, მათი აგრესიულობის ხარისხი, რომელმაც შეიძლება ასეთმა კვლევებმა შეიძლება აღელვოს ან ფსიქოლოგიურად შეაწუხოს ადამიანი ან იმ პროცესში, ან შემდგომ. ამიტომ ამგვარი კვლევისას რისკი მინიმუმამდე უნდა იყოს დაყვანილი თვითონ მეთოდიკიდან გამომდინარე. და იმ გაფრთხილებებიდან და შეთანხმებიდან გამომდინარე, რომელზეც მე თქვენ გესაუბრეთ სულ ცოტა ხნის წინ. მონაწილეებს უნდა შევატყობინოთ რისკის შესახებ და წინასწარი ზომებიც უნდა მივიღოთ, რომ ესე ვთქვათ, ამ ძლიერი რეაქციები, რომელიც მოგახსენეთ, არ წარმოიშოს და თუ წარმოიშვება, მათ დატოვონ ეს კვლევა, ეს ექსპერიმენტი. ფსიქოლოგიურ კვლევაში მონაწილეობა ყოველთვის კვლევარსა და მონაწილეს შორის ინფორმაციის ორმხრივ გაცვლას გულისხმობს. არ არის ეს ძალმხრივი, მხოლოდ რომ დავსვით ადამიანი და მისგან ამოვიღეთ, რაც გვინდოდა და დავამთავრეთ მასთან ურთიერთობა. მონაწილის რეაქციებიდან და პასუხებიდან კვლევარი რაღაც ახალს იღებს და კონკრეტულად იმ მოვლენის შესახებ, რომელსაც ის სწავლობს და რომელიც მას აინტერესებს, ხოლო მონაწილეს უნდა შევატყობინოთ კიდევ მეორე კვლევის მიზნები, ჰიპოთეზა, რომელსაც ჩვენ ესე ვთქვათ, რომლის შესწავლა ჩვენ გვინდა, შესაძლო შედეგები და კვლევის მოსალოდნელი სარგებლიანობა. აი ეს ძალიან ხშირად ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტია ხოლმე, როდესაც ცდისპირებმა იციან ის მოსალოდნელი სასარგებლო შედეგი, რა შეიძლება ამ ქცევამ განაპირობოს, როგორი პრევენციული ზომები შეიძლება მოუტანოს, ვთქვათ, იმ საზოგადოებას, რომელშიც ეს ცდისპირი ცხოვრობს, ისინი ძალიან, ასე ვთქვათ, მინიმუმამდე ამ დროსაც დაყვანილი მათი მკვეთრი რეაქციები და უსიამოვნო განცდები ექსპერიმენტში ჩართულობის დროს. ექსპერიმენტის დასასრულს ყოველ მონაწილეს უნდა ჩაუტაროთ კვლევის შემდგომი ინტერვიუ, წესით და რიგით, სადაც მკვლევარი მაქსიმალურ ინფორმაციას მიაწოდებს კვლევის შესახებ და არ გაუშვებს მონაწილეს, სანამ არ დარწმუნდება, რომ ის არ არის აღელვებული, რომ ის არ არის გარკვეულწილად დაბნეული, ან რაღაც კომპლექსმა არ შეაწუხა ის და ასე შემდეგ. თუ კვლევის რომელიმე ეტაპზე მონაწილის მოტყუება არის აუცილებელი, ან მისი დაკვირვება ისე რომ მან ეს არ იცის, ექსპერიმენტატორი დაწვრილებით უხსნის მას კვლევის შემდგომ რატომ გააკეთა ეს. და ბოლოს მონაწილეებს უფლება აქვთ ყოველივე ამის შემდეგ მოისმენენ რა, როგორ აკვირდებოდნენ მას, ან ის რომ რაღაც შეცდომაში შეგნებულად იყვნენ შეყვანილები იმისათვის, რომ სწორად მიეღო მკვლევარ შედეგები, მათ უფლება აქვთ გააუქმონ თავიანთი მონაცემები და ესე ვთქვათ, და მით უმეტეს უარი თქვან თავიანთი კვლევების დატოვებაზე მკვლევარისათვის და გავრცობაზე, თუ მათ მიაჩნიათ, რომ მათი უფლებები იქნა დარღვეული.